ვარ მარიამ საგინაძე 11 წლის. ვსწავლობ ციხისძირის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ცეკვა და ხატვა. ამ ორიდან უფრო მიყვარს ცეკვა. უკვე 4 წელია ვცეკვავ ანსამბლ პეტრაში. ჩემი ქორეოგრაფია შალვა ბერიძე. ის არის ძალიან კეთილი და თბილი. რაც თავარია უყვარს ცეკვა და ბავშვები. ცეკვაზე რომ შევედი, თავიდან გამიჭირდა ცერებზე დგომა. ყველაზე ადვილი იყო ძველი ილეთების გამეორება. ერთხელ უკვე მქონდა კონცერტი და მალე გავალ მეორეზე. ეს კონცერტი მქონდა ბათუმში და ვიცეკვე დიდ სცენაზე. კარგი შეგრძნება, როდესაც დიდ სცენაზე ვცეკვავ და ბევრი ადამიანი მეყოლებს. სხვათა შორის ძალიან ნერვიულობდი, მაგრამ არაფერი არ შემშლია. ჩემი საყვარელი ცეკვა არის რაჭული. საყვარელი ილეთია ეს. ჩემ ძმასთან ერთად ცეკვავს სოლოს რაჭულში. სოლოს კიდევ სიამოვნებით ვცეკვებდი აჭარულში. მე რომ ახლა კარგი მოცეკვავე ვიყო, ჩემ სოლო კონცერტს ვისურვებდი პარიზში. ბილეთი ეღირებოდა 100 ევრო და მთელი დარბაზი იქნებოდა სავსე. ბევრი ფული რომ მქონდეს, ვიმოგზაურებდი მთელ სოფლიოში. პირადად ჩემთვის ვიყიდდი თვითმფრინავს და იახტას. კიდევ ამ ფულით დავეხმარები გაჭირვებულ ადამიანებს. პირველ რიგში დავეხმარებოდი უსახლკარო მოხუცებს. მე ვაპირებ კიდევ ვიცეკვო 4 წელი. მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან ძალიან კარგი მასწავლებლებია. ძალიან კარგი კლასელები მყავს და ძალიან დიდი ეზოა. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ბარბარე ბოლქვაძე. ყველაზე ჭკვიანი ანა კაჭახმაძე. ყველაზე მშვიდია ლუკა დიმიტრაძე. ყველაზე ცელქია მათე საგინაძე. მათე ჩემი ძმა და სახლშიც ყველაზე ცელქია. მე ვარ ყველაზე ლამაზი, პრანჭია და ნიჭიერი. ვარ ძალიან ლამაზი გოგო და გაპრანჭვა მიხდება. ხშირად ვიპრანჭები დედიკოსთან ერთად და ეს პროცესი ძალიან მომწონს. გაპრანჭვის შემდეგ ყველაზე მეტად მიყვარს რუსა ბიცოლოსთან სტუმრობა. არ ვიცი რატომ, მაგრამ გაგიჟებით უყვარ. ჩემი საყვარელი საგანი არის ქართული. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის ბიჭი ბოლო მერხზე. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ერთი ლამაზი გოგოს თავგადასავალზე. ეს ლამაზი გოგო რა თქმა უნდა ვიქნებოდი მე. ჩემი საყვარელი მასწავლებელი არის ანა მახარაძე. იმიტომ რომ არის ბედნიერი, კეთილი, ჭკვიანი და უყვარს ბავშვები. ბედნიერი იმიტომ გონია რომ სულ კარგ ფორმაშია და უყვარს ღიმილი. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე მოცეკვავი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი ექიმი. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი თვისწეული. ყველაზე ხშირად ხატავ ოჯახის წევრებს და ბუნებას. ჩემი საყვარელი ფერები არის ვარდისფერი და შავი და გიხედავთ რომ ვიხდება. არ მიყვარს ყვითელი, იმიტომ რომ არ ცხია და არც მუქი. ვაგროვებ ჩემ ნახატებს, იმიტომ რომ ვუყურებ და მანიჭებს სიამოვნებას. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებო, ბაბუ, ბიძია და ჩემი 2 ძმა. კიდევ მინდა მყავდეს 1 ძმა. მე მყავს ტყუპის ცალი, რომელსაც ქვია მათე. ის არის ჭკვიანი, ცერქი და ნერვების მომშლელი. ნერვებს მიშლის იმ დროს, როდესაც ჩემ ნივთებს იღებს და უკითხავად. ისედაც სულ ცელქავს და ჩემი ნერვების მოშლა მისი ჰობია. ჩემი აზრით, მათე რომ გაიზრდება, გამოვა ფეხბურთელი. ჩემი უმცროსი ძმა არის 2 წლის და ქვია იოანი. იოანი არის ცელქი, ჭამელი და საყვარელი. ის ალბათ გამოვა კვების მინისტრი. მამიკო არის მშრომელი, თბილი, კეთილი, მხიარული და ვაჟკაცი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის მზრუნველი, განათლებული, თბილი და ლამაზი. ძალიან გამიმართლა რომ ასეთ კარგ ოჯახში ვიზრდები. ახლა მინდა ვიყო 14 წლის, რადგან მექნება ოქროს დაბადების დღე. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენდი ტელეფონს. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. მარიამი რომ არ მერქვას, რა მერქმევოდა? მე რომ მარიამი არ მერქვას, ალბათ მერქმევოდა მართა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელი სუპერძალა უნდა რომ მქონდეს? მაგალითად მე მინდა რომ მქონდეს გაუჩინარების სუპერძალა. ბედნიერება არის ხატვა, ცეკვა და მშობლებთან ერთად სეირნობა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.